კეთი მოვისმინე შენი ვიდეო, ცუდი ჩემთვის არაფერი არ გითქვამს რაღაცა, მაგრამ გეტყვი პირდაპირ რა. მე იცი რაზე ვიყავი გაფსიხებული? მე შოთო სიხარულიძემ გამომიგზავნა ვიდეო, სადაც შენ ამბობდი, რომ ნონაო ჩემი დონის არ არისო. მე მაგ დროს იმ ვიდეოში დამცირებულად ვიგრძენი თავი, ესო მოვისმინე. და აი მაგიტო ვიყავი გაბრაზებული, სიმართლე გითხრა. თორემ მე შენთან სხვა პრეტენზია არ მქონია არაფერი. და რაც შეეხება უჩას, ანუ კომენტარებში მიწერდნენ რა ხალხი, რომ ასე ყავს და ისე ყავს და ისე ყავსო და კომენტარს ვკითხულობდი. თორე პირადად არც ვინმეს ცხოვრება არ განმიხილია, სიმართლე გაინტერესებს და არც აპირება ვინმეს ცხოვრება განვიხილო. უბრალოდ კომენტარი დავიწერე კი წავიკითხე უფრო სწორად. და აქედან გამოვიტანე დასკვნა. მეტი არაფერი არ ყოფილა და კიდე ისიც მომივიდა მე ხალხისგან, რომ მიწერდნენ კომენტარებში და ჩემი მეგობრები ნათესავებიო, თურმე შენ ვიღაცეები გიწერდნენ კომენტარებში, რომ ნონასო უჩა უყვარსო, ეს ტყუილია ჩემო კარგო, მე მიყვარს ეთი ბიჭი, ნუ ახლა სახელი და გვარს არ ვამბობ აქ, მაგრამ მიყვარს და არავის არ უსმინო, ეს იცოდე. ახლა ვიდეო რომ ჩამიწერე შენ ახლა ამ წუთში, ძალიან ბევრმა მომწერა სხვათა შორის. ნუ მეგობარს ვეთამაშებოდი რა ლაივში და იმას დაუწერეს უფრო სწორად იქ და იმდან წაკითხა და ცუდიო რაღაცებიო დაგიდო. ხო და მე გადმოვედი შენს გვერდზე, ანუ ცუდად არც გიხსენები ვარ, არც არაფერი, უბრალოდ ტყუილი ენები მომიტანა ხალხმა და ასევე გეუბნებიან შენს. რომ უფრო იციან როგორი დაძაბული სიტუაცია გვაქვს და უარესად რომ დაგვეძაბოსა. მე ისმე წინა შენგან, რომ შენ ჩემზე თქვი, ნონა ვაშაყმაძე ჩემი დონის არ არისო. და აი მაგიტო ჩაგიწერე ვიდეოები, თორე სხვა განზრახვა მე არ მქონია. მე არავისთან არ მინდა ჩხუბი, დავიღალე მართლა ამდენი ჩხუბებით და რაღაცეებით და მინდა რომ ადამიანურად მოვაგვაროთ. მე ამას გეუბნები.